გონიათ, რომ ერეკლე მეორემ რუსეთთან კავშირი მხოლოდ ერთმორწმუნეობის გამო დაამყარა. სინამდვილეში ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დიპლომატიური ორმაგი თამაში. სანამ პეტერბურგთან ტრაქტატს აფორმებდა, მეფე ფარულად ევროპასა და ოსმალეთის სულთანსაც კი უკავშირდებოდა. რუსეთისთვის საქართველო მხოლოდ დივერსია იყო ოსმალეთთან ომში. ამას ადასტურებს 1770 წელი, როცა გენერალმა ტოტლებენმა ბრძოლის ველზე ერეკლე მარტო დატოვა და მტერთან პირისპირ მიატოვა. მეტიც, იმპერატრიცა ეკატერინე მეორე საიდუმლო წერილებში ერეკლეს მეფედაც კი არ მოიხსენიებდა, მას უბრალოდ ფლობელს უწოდებდა და მის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებდა. ერეკლე ბოლომდე არ ენდობოდა რუსეთს. მან საიდუმლო ელჩობა გაგზავნა ევროპაში, იმპერატორ იოზეფ მეორესთან და დახმარებას თხოვა. როცა რუსეთმა ეს გაიგო, მეფეზე ზეწოლა გააძლიერა, აამხედრა მეზობელი ხანები და ტახტის პრეტენდენტები. ტრაქტატი იყო არა არჩევანი, არამედ დიპლომატიური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. არსებობს 1782 წლის საიდუმლო რესკრიპტი, სადაც ეკატერინე პირდაპირ წერს, რომ ქართველების დახმარება კი არ სურს, არამედ მათი ომში ჩაბმა საკუთარი მიზნებისთვის. ეს იყო ცივი პოლიტიკური გათვლა და არა მეგობრობა. თქვენი აზრით, ქონდა ერეკლეს სხვა გზა ამ დიპლომატიურ ხაფანგში? დაწერეთ კომენტარებში და თუ გსურთ იხილოთ მეტი ფაქტი, გამოიწერეთ გვერდი.